დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ბლოკის თემა არის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონი, უკვე გასული, რომელიც უკვე ისტორია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 11 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელი სუპერ თასი. ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ ლექსო ქავთარაძე, ზაზა ხუციშვილი, გიორგი გულბანი, გიგა მაქარაშვილი. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზაზა, თქვენგან დავიწყებ. კი ბატონო. იყო თუ არა რაიმე მოულოდნელი ამ ფინალში? რაც ნახეთ იუვენტუსსა და ბარსელონას შორის. მოულოდნელობა იქნებოდა იუვენტუსის გამარჯვება უფრო, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა და აღიარებისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. ჩემი კომპლიმენტები ამ გუნდს, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ვიხილეთ, თუ არ ჩავთვლით აი 2005 წლის მილან ლივერპულის დაპირისპირებას, აი ამის შემდეგ ესეთი დრამატული, ესეთი სწრაფი, შემტევი ორივე მხრიდან მე არ მახსენდება სხვა ფინალი. ალბათ უფრო მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ შემადგენლობა, რომელიც ბარსელონას ყავს და რომელსაც თავი მოუყარა, ანუ ალბათ რა ვიცი, მსგავსი Dream Team-ის ალბათ წოდებას თავისუფლად ატარებს ეს გუნდი. მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ გამიგია ძალიან ბევრი ესეთი მოსაზრება, რა ფეხბურთს თამაშობს ბარსელონა, ეს რა ფეხბურთია, ძალიან ბევრი გულშემატკივრისგან. აი მიკვირს ხოლმე, იმიტომ რომ მე რისთვისაც ფეხბურთი მიყვარს, აკეთებს ეს გუნდი. აი რა არ მოწონთ ვერ ვიგებ, ესე იგი, კარგი დრიბლინგი უნდა გიყვარდეს ადამიანს თუ ფეხბურთს უყურებს. არა, მე მგონი ყველაფერია ბარსელონაში. ნუ ჩავის და ინიესტას პასი და მოედნის ცენტრის კონტროლი, ნუ მე მსგავსი, აი ერთადერთს გავიხსენებდი 82 წლის ბრაზილიის ნაკრებს, რომელსაც ნახევარდაცვაში ყავდა სოკრატესი, ზიკო, ფალკაო და ტონინიო სერეცო. მსგავსი ნახევარდაცვა იმის შემდეგ მე არ მახსოვს. აი ასე რომ აკონტროლებდეს ბურთს უკვე 10 წლის განმავლობაში ეს გუნდი. გასაგებია. ამას დამატებული სამი ესეთი უძლიერესი ფორვარდი, ანუ და დაცვაშიც საკმაოდ ძლიერი სეზონი ჰქონდა პიკეს. მასკერანო ალბათ გახსოვთ კი არა, ძალიან ცოტა გოლი აქვს გაშვებული. რადონის ჩემპიონატი ჩაატარა მასკერანომ გახსოვთ ალბათ არგენტინის შემადგენლობაში, ამიტომ ძალიან ძლიერი შემადგენლობაა და ალბათ ლოგიკურიც იყო მათი გამო. გიგა, თამაშის ყურების დროს ჰქონდა თუ არა განცდა რომელიმე ეპიზოდში, რომ იუვენტუს შეეძლო ამ თამაშის მოგება. ან დამატებით დროში გადაყვანა მან. ზუსტად იყო ესეთი მომენტი, იმიტომ რომ ნახევარფინალიდან გამომდინარე ზუსტად ესე იყო, რეალმა გაგვიტანა განმეორებით მატჩი და ძალიან აიჩქო შტატკა ყველაფერი, იმიტომ რომ ესეთი სტრაფები არიან ისინიც ესპანელებმა. ბრჭყალებში ესპანელებმა ხო ძალიან სტრაფი თამაში ისწავლეს და რა ხდებოდა? გაგვიტანა და ძალიან სტრაფათვე მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოვახერხეთ გათანაბრობა და ამის შემდეგ ჩემი გუნდი დადგა ძალიან მაგრად, მოგუდა თამაში, ძალიან სტრაფი რეალის ფეხბურთელების და თამაში მიიყვანა სასურველ შედეგამდე. ზუსტად იგივე სცენარით განვითარდა, ბარსელონამ გაიტანა, დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი გაათანაბრა იუვენტუსმა და გადავიდა შეტევას. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წუთი რო გაეძლო იუვენტუს, 5-10 წუთი რო გაეძლო, მე უკვე თვითონ ბარსელონაც ვეღარ გარისკავდა მასირებულ შეტევას და თამაში გადავიდა და ნახევარი. ხო არ ფიქრობ, რომ აი იუვენტუსის თავდასხმა ხე მორატაზე არა, ტევესისგან უფრო მეც ველოდით ყველანი. ეს იქნებ იმ 15 წუთიან მონაკვეთში, როდესაც იუვენტუსმა აიღო ინიციატივა ხელში, ტევეს რომ ცოტა უკეთ ეთამაშა, ან უფრო მაღალი დონის თავდასხმელი რო ყოლოდა იუვენტუს. ისეთი როგორიც ყავთ მაგალითად ბარსელონა, შეიძლება მართლა სხვანაირად ბუნებრივია. ერთი რამის თქმა აუცილებელია, რომ ტევეს კარგი სეზონი ჰქონდა, მის დარტყმას მოყვა დამატება მორატასი და ნუ ეს არ უნდა უკარგოთ, თუმცა 10 ნომერი დელ პიეროს შემდეგ 10 ნომერი როგაცი ალბათ უფრო მეცელი ბუნებრივია, თან იუვენტუსის გულშემატკივრებს რაღაც განსაკუთრებით გვაქვს, არ ვიცი, ალბათ ხვებიც ესე არიან, მაგრამ 10-იანი ძალიან გვიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებით მომთხოვნები ვართ ხოლმე 10 ნომრების მიმართ, ბუნებრივია, მეტი გვინდოდა ტევესისგან, ბუნებრივია. ველოდებოდით ოდნავ გამართლებას და სულ რო ოდნავ გამართლება და მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა უდავოდ ფავორიტი იყო წელს, არა მარტო იუვენტუსთან თელს საფეხბურთო ევროპაზე ერთი თავით მაღალ დგას და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. შეიძლებოდა პატარა გამართლებით, თუნდაც ტევეს რო გამართლებოდა ერთხელ ნახევარჯერაინც. აუცილებლად გადავიდოდა იუვენტუსი დამატებით დროში და იქ უკვე ლატარია, იმიტომ რომ ლექსოს აზრიც მინდა მოვისმინო ამ კონკრეტულად ამ ფინალზე შემდეგ ჩემპიონთა ლიგას ზოგადადაც შევეხებით. კი ბატონო, სიამოვნებით, კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს, გიორგი. საკმაოდ კარგი საინტერესო ფინალი იყო. მიბოდეში ფისარგებლო შემთხვევა რომ მოვდიოდი აქ ჩემო 4 წლის კაცმა რომელთანაც ერთად უყურებ ხოლმე და უკვე შევაყვარე და ბარსელონას მაიკა და არგენტინის მაიკა ძალიან კარგად იცის. აქ მივდივარ ბარსას
გუნდზე უნდა ვილაპარაკო და ხელი დამიქნიო და დაუკვირდი აქედან ხელს და არ დავწყეთ გულს. ეს ბოდიშს ვიხდი. საკმაოდ საინტერესო ხელს არ არის. საკმაოდ საინტერესო ფინალი იყო. ობიექტურად უნდა ვთქვა, რომ მე მგონი მართლა დამსახურებულად გავიდა იუვე ფინალში. საკმაოდ მებრძოლი გუნდია, მაგრამ შენ თქმის არ იყოს ეხლა ძალა აღმარცხნავს ეხლა შეუძლებელი იყო ალბათ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა ბარსას გაჩერება და ეს ის მომენტი იყო, როცა ყველა კმაყოფილი იყო, ასე ვთქვათ, რაღაცა იყოს ნერვიულობა, იყოს სიამოვნება, სენსაციები, დაძაბულობა იყო მით უმეტეს ერთის შემდეგ. ნუ ბარსას თამაში რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში შედეგიც კი მეგობრები უყურებდი და შედეგიც კი ერთხელ პირველად ასე ვთქვათ ისტორიაში დავსვი ზუსტი შედეგი ანგარიში გამოვიცანი ლუცვალით უყურებდი და მე ვთქვი ალბათ 3-1 და ესეც მოხდა ყველა ფეხბურთელი თამაშობდა აბსოლუტურად აი ყველა დაიხარჯა ძალიან გუნდური თამაში იყო ვერ არ იხონდა ხო დაუშვათ ერთი ფლანგი მარჯვენა ფლანგი ჩამორჩება მარცხენა უტევს და ეს არ თავდასხმა ყველა მონდომებული იყო და ალბათ ეს ამაზეც აისახებოდა და ბარსას თვითონ შევატყე რომ ნამდვილად აღარ უნდა და იგივე მეორე ტაიმის მე როცა თამაში უკვე ცოტა იგივე ნამდვილად გაუწია რომ გადასულიყო ეს დამატებითში. ეს აშკარად იგრძნობოდა უკვე და იქვე უნდა და მომთავრება, რაც მე მგონი ძალიან ადვილად კარგი. გიორგი, საერთოდ ხა ამ ფინალს არ გულისხმობ ზოგადად აი დღევანდელ საკლუბო დონეზე შესაძლებელია თუ არა საერთოდ ბარსელონის გაჩერება. რომელიმე გუნდს მე აი იუვენტუსს შესწევდა თუ არა ამის ძალა. ხა ძნელია ვისაუბროთ იქ რაღაც ტაქტიკურ შეცდომებზე, გუნდმა ითამაშა ის რაც შეეძლო, შეუტია კიდევაც. აი მით უმეტეს როდესაც უტევ და ირჩევ ბარსელონასთან ასეთ თამაშ სტილს შესაძლებელია თუ არა მის საერთოდ გაჩერება. პირველ რიგში მინდა ყველას ვინც ბარსელონას გულშემატკივრობს მიულოცო ეს დიდი გამარჯვება და მინდა ვთქვა რომ მართლაც ნუ ღირსეული გამარჯვებული ყავს ლიგას, თუმცა კიდევ მომბეხე ერთი ადრეც ხშირად მაქვს ეს ნათქვამი ერთი თამაშის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია მით უმეტეს რომელიც გადის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ფინალში სენსაციები კიდე ძალიან ხშირად გვინახავს იგივე იუვენტუს ასე ვთქვათ იუვენტუსის საპირისპიროდ რომ მომხდარა ეს სენსაცია თუნდაც იგივე იმ პერიოდში როდესაც რეალმა მოუგო და საერთოდ არავინ ველოდებს კი ბატონო ბორუსიას მაშინ საერთოდ არ უთვლებოდა ფინალში გამსულ გუნდს და ნუ მაშინ ლიგაც მოიგო ხო rildes-ის მარი და მე რიკენის თავზე გადაგდებული ბურთი ყველას ახსოვს რეალ ეს ერთი იუვენტუსმა მე მგონი მართლაც ღირსეულად ჩაატარა სეზონი და აი ამ ერთი თამაშის მოგებას რა ვიცი მე ძალიან დიდი იმედი მქონდა და მეჯერა რომ შეძლებდნენ მობილიზებას და კონცენტრაციას თუმცა ჩემი აზრით მაინც ამ ფინალს ცოტა ასე ჩაუღრმავდები და ვიტყვი რომ მაინც შეცდომა იყო ის რომ ძალიან გაუშალა გოლის შემდეგ ალეგრიმ არის მოსაზრება რომ ალბათ ესე იგი იმ წუთას უკვე US-კენ იყო ფსიქოლოგიური მდგომარეობა უპირატესობა და უნდა ესარგებლად ამით, თუმცა მე ვთვლი რომ მაქსიმალურად როგორც რეალთან ჩაკეტეს, უნდა ჩაეკეტათ ისე ზღუდები, იმიტომ რომ იყო მომენტი, როდესაც შეტევაში ზუსტად დაკარგეს ბურთი და ცენტრალური მცველებიც კი არ იყვნენ იქ სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მესიმ ფაქტიურად ძალიან თავისუფლად გაიარა მთელი ნახევარი და შეძლო ძალიან თავისუფლად გადაცემის გაკეთება და ნუ მოკლედ აი მე ვფიქრობ რომ აი მანდ უნდა მაქსიმალური ზღუდების შეზღუდვა გაეკეთებია US და შესაძლოა კი ნუ მე უკვე რა თქმა უნდა მე ეხლა იუვე თუ დასვაში ჩადგებოდა იქ ბარსა მაინც გადავიდოდა შეტევას და იქ უკვე შეტევა ეხლა US მე მგონი მაინც უკეთესად გამოსდის ანუ ალეგრის ეს ერთი შეცდომა მთელი სეზონის განმავლობაში და ყველაზე ფიქრობს აბედისეო აი აქ როდესაც ჩვენ მქონდა სტუდიაში განხილვა ვიდრე იქნებოდა ფინალი წინა დღით და ყველა აღნიშნავდა მესის ფაქტორს რომ აი ყველა ამბობდა რაღაც არგუმენტს, რატომ შეიძლებოდა მოეგო იუვენტუს, რატომ ბარსელონას, რაღაც დადებით და უარყოფით მხარეებს ამ გუნდებზე ამბობდნენ, მაგრამ ერთადერთი რაც ვერ ამბობდნენ და პროგნოზის გაკეთება ჭირდა, ეს იყო მესი. არ ვიცით რას იზამს მესი და ის როგორ გადაწყვეტს თამაში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ თამაშის ბედიც მესიმ გადაწყვიტა, როდესაც მეორე გოლი ჩემი აზრით პრაქტიკულად მან გაიტანა და არა სუარესმა. რა სიტყვით ამ ფეხბურთელზე, აი ფინალის შემდეგ უკვე. იცით რა შეასაქმე მოდით ასე ვთქვათ რომ მესის ეხა შედარება მეკარე რომ შეადარო ფეხბურთელს მინდვრის ფეხბურთელს არასწორი არის მაგრამ უდიდესი მეკარე უდგას იუვენტუს კარებში მე რაც მახსოვს აი ერთ-ერთი ალბათ სამეულში შევიყვანდი რაც ფეხბურთს უყურებ
შეიძლება და მე-20 წუთზე 3-0 ყოფილიყო, ალბათ დამეთანხმებიან რომ არა. ანუ ისიც გუნდის ნაწილია. ამიტომ ესე ცალკე გამოყოფა რომ აი მარადონა რო არა რა იქნებოდა, მაშინდელი არგენტინა რთული არის, ხო? დღევანდელი ფეხბურთი სამწუხაროდ წავიდა ამ მიმართულებით, შეიძლება ბევრისთვის საბედნიეროდ, მაგრამ ჩვენ როგორც პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ვიჩაგრებთ. ეხლა როდესაც სამხრეთ ამერიკული 3 უდიდესი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი შეტევაში ყავს გუნდს, ეხლა წადი და ეთამაშე. ძალიან რთული არის. თუმცა მოდი მაშინ ისიც თქვა, ახლა მე არ მინდა ესე გამომივიდეს რა რაღაც ინტრიგულად, მაგრამ მოდი ფაქტია რა, რომ მე-4 ფინალში შეხვდა განახევარებულ პარი სენ-ჟერმენს, ნახევარფინალში შეხვდა ბავარიას, რომელსაც ფლანგები აკლდა, რომელიც ათამაშებს რეალ მიუხეს და იმის გარდა იყო დაცვაშიც ხო პრობლემები საკადრო და იუვენტუსს ახლა ფინალში კიელნი აკლდა, ახლა ბარძალის ნამდვილად არ ვაკლებებ, მაგრამ კიელნიც ძირითადი მოთამაშეა და მოდი ვთქვათ ასე, არ იყო იუვენტუსის მხრიდან მაქსიმალური პოტენციალი წარმოჩენილი. აი იმ შემთხვევაში ახლა ყოფილიყო იგივე თუნდაც ბარძალის ტრამირებული იყო. კიელნი ფორმაში ყოფილიყო ეთამაშა ვთქვათ ხო? იქ რაღაც მომენტებში შეიძლებოდა ფინალის ბოლოს. არა, შეიძლებოდა ის თამაშიც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, აი იმ ინიციატივის დროს, რომელიც ჩაიგდო იუვენტუსმა, ხო, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შეიძლება გაეტანა ერთ-ერთ შეტევაში და შემდეგ ისე ჩაეკეტა ყველა თამაში ასე. მოიგო ბარსა, თუმცა აი სწორედ ამას ვამბობ, როდესაც გუნდში ყავს მესი, იქ ვთქვათ კიელინი არ იყო, იქ ეს პრობლემა ქონდა, იქ ბავარიას ვიღაც არ ყავდა. მაგრამ როდესაც გუნდში ყავს მესი, შემდეგ ყველაფერს ალაგებს. მე ასე უყო, ეს არის ფეხბურთელი, რაღაც ოქროს ასე ვთქვათ რეზერვი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. აი ამაზე არის ლაპარაკი, ბევრი მიზეზი შეიძლება ვთქვათ, როგორ რა წასულიყო ამ თამაშში. მაგრამ არის მესი, რომელიც ყველაფერს ალაგებს. ერთად ბარსამ იყო თამაშები ამ სეზონში ვერ მოიგო, ხო? კი, რასაკვირველია. ესპანეთის ჩემპიონატი მერიდასთან მაგრამ ეს უკვე სხვა დონის თამაში იყო, ანუ ფინალში კიდე ამას სხვა мотиваცია აქვს, რა თქმა უნდა. მაინც ჩემი აზრით, მაინც ახასიათებს. ისაც ვთქვათ, მე მაგ ვთქვათ იმის ფუფუნება, რომ სანაკრებო დონეზე არგენტინის გულშემატკივარი ვარ და იქაც რომ ეს უყურებ და კაც ეს კარგია, კი ბატონო, მისიონერი. ხო და ახასიათებს ეს უცნაურობა, რაშიც გეთანხმები, ანუ თამაშობს გუნდი მთლიანად, ყველა თამაშობს ძალიან კარგად, მათ შორის მესიც, მაგრამ არის ხოლმე მეორე მხარე, როდესაც ყველა კარგად თამაშობს, მაგრამ მესი კიდე უკეთესად, ანუ კარგი გაგებით ამოვარდნილი რო არის, რაც აი გაუკეთებია რაღაცები, თუნდაც იგივე ბაიერთან თამაში, დღემდე ვერ მომნელებიათ ბაიერნის ასე ვთქვათ, კომაგებს რომ აი ეს არ ყავდა, ეს არ ყავდა, ეს არ ყავდა, ეს ნუ მესია რა და იმიტომაც არის 10 ნომერი, ასეც გიგასაუბრობთ, 10 ნომერი, რომელიც თავის თავზე აიღებს, როდესაც გუნდს უჭირს თამაშს აიღებს თავის თავზე და იქ ყავდა ჩვენ ასეთი იუვენტუსში გიორგი, ანუ შეიძლება ფლათ ასეთი არა, მაგრამ ყავდა ჩვენი ძალიან გვეყარდა. ნაკლების არა. მაგრამ რასო? ხო. თუმცა ბარსა დღეს ისეთი გუნდია, რომ მესიც რო არ იყოს, აგერ ვახსენეთ კიდეც რომ ისეთი ცენტრი ყავს ინიესტა პროფესორია და რა ვიცი, ხო და ესპანეთის ნაკრების შედეგი ვნახოთ და არ არის. იქ იყო ინიესტას ერთი პასი, რომელიც მე მგონი მთელ თამაშად ღირდა და რომელიც სუარესი ვერ დაეწია იმ ბურთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, იქ ეს პასი იყო სრულიად გენიალური. ახლა ინიესტას კლასი მარტო იმ პასშიც ჩანდა. შაბათის თამაში. საერთოდ აი ფეხბურთის ისტორიას თუ გადავხედავთ ნებისმიერ ტურნირში, ხო, აი გამარჯვებულს რაღაცა ხინჯს ყოველთვის მოუძებნი, რაღაცა ვთქვათ შეცდომას, რაღაც რომელიღაც თამაშს, რომელიც აი იგივე 98-ის ჩემპიონატი მახსენდება და ხორვატიასთან უმძიმესი თამაში მოიგო საფრანგეთმა და პრინციპში რო არა ერთი გოლი ამ დროს ბრაზილიასთან რაღაც სასწაული მოხდა. მე მსგავსი არაფერი მინახია იმ გუნდმა როგორ დაჩაგრა ალბათ ჩემი აზრით უფრო ძლიერი გუნდი ვიდრე 94-ში და 2000-ში. იმ ფინალში 98 წლის ფინალში მე მგონი მთელი 90 წუთი იყო ისეთი, როცა მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ხელჩასაჭედი ხავსიც არ მქონდა იმ თამაში ისე გაანადგურეს. ამ ნახევარფინალი და ის ესეთი იყო. ანუ ყველა არის. თავდასხმებს გოლი არ გაუტანეთ, ისე გახდნენ ჩემპიონები. იგივე აი თქვა მარადონას ფენომენი, ხო და მარადონას შესანიშნავი გოლი ინგლისის ნაკრებთან, რომელიც ნუ არ ვიცი, მშვენება არის ფეხბურთის. მოდი ახლა ინგლისელების თვალით შევხედოთ. კაცმა გაუტანა ხელით გოლი, დაძაბულ თამაში, რომელიც პრინციპში 1-0-ის თამაში იყო ალბათ. ესეთი თამაშები როგორც წესი 1-0 მთავრდებოდა უკვე მაკედან დაწყებული, ხო? და ეს გოლი ჩაითვალა და გუნდი გახდა დემორალიზებული.
ინგლისის ხო, აი, ნაკრები. ამის მერე ეხლა ისეთ გოლს გაიტანს თუ ასეც ხო ინგლისის ნაკრები. ეს ყოველთვის შეიძლება ითქვას, რომ ნუ იქ მაგალითად ხინჯები ყოველთვის არის, რომ აი ამით არ ვარგა დაკლინება, რა თქმა უნდა, ბარსელონას ამდენი წარმატებას, მაგრამ მე როგორც გულშემატკივარი ვარ, თუნდაც იგივე ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის თამაშს ველოდი როგორც საფეხბურთო ზეიმს და მინდოდა რომ კარგი PSG მენახა, თუმცა ვერ ვნახეთ ეს ისევე როგორც ბავარიის შემთხვევაში მინდოდა რომ აი თანაბარი მე იყო რემონზე საუბარი შემადგენელი ნაწილია ფეხბურთის ეს სამწუხაროდ საუკეთესო ფეხბურთელები ტოვებდნენ ზოგჯერ ფეხბურთს ფალკაო ვერ წავიდა და პრაქტიკულად ფინალიც აღშფოთა მე მინდა ოპტიმალურ შემადგენლობაში თქვენი აზრი მოვისმენე ხე მესიზე ამდე საუბრობთ ნეიმარზეც მინდა მოვისმინო თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ ფეხბურთელზე და მის როლზე დღევანდელ ბარსელონაში მე ვფიქრობ, რომ აი უნეიმარობა შეიძლება გაცილებით დატყობოდა ბარსას, აი ძალიან საჭირო ფეხბურთელი, დროული ფეხბურთელი იყო, ისეთი ცოცხალი ელემენტია. ანუ კარგია რომ ესეთი პოლემიკა წავიდა, ანუ თვალ გამართლებას ვერ დავარქმევ, გაზამ სწორად აღნიშნა რომ იგივე ესპანეთის მაგალითზე, ხო? გუნდია, გუნდი თამაშობს, იმ გუნდში შეიძლება დავუშვათ არ იყოს ეს ვარსკვლავი, მაგრამ არანაკლებ დაიხარჯება ის მეორე, ის მესამე, რომელიც თუნდაც კამზერის ის სხვა კულტურაა, ჩვენ შეიძლება დავუშვათ ეს მაგალითი ჩვენ შემთხვევაში უფრო მეტად მნიშვნელობდეს, ანუ ხო ხდები ასვლა დავუშვათ ქართულ ფეხბურთში ვიღაცა კონკრეტული, ასე ვთქვათ რეიტინგული ან ვარსკვლავი შემდგარი რომელიც თამაშობს ნაკრებში იმას ტრავმა კონდეს და ის შევიდეს ეს იქ ნაკლებად არის ანუ მე ვერ ვიტყოდი რომ დავუშვათ აი 50-50-ს არ ვიტყოდი ზაზა ჩვენ გქონდა განხილვა როგორც გითხარით ფინალამდე და შევეხეთ ერთ საკითხს ჩვენთვის გასაგები იყო რა გუნდი იყო ბარსელონა გვარდიოლას ხელში დღეს თუ არ მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო თუ არის გასაგები ბარსელონას ფილოსოფია დღეს ლუის ენრიკეს ფილოსოფია, მისი მომავალი ამ კლუბში ის არ იყო ყველას წარმატებული მწვრთნელი, ვიდრე მოვიდოდა ბარსელონაში, მაგრამ აქ ამ ვარსკვლავებთან ერთად მოიგო ეს ტიტული, მაგრამ თვითონ სისტემა ბარსელონას დღეს რამდენად გასაგებია მის ფეხბურთის ფილოსოფია. იცით რა შეასაქმე, ჯერ ესეთი უნიკალური შედეგი არის იმ თვალსაზრისით, რომ ორი ესეთი წარმატებული მწვრთნელი ბარსელონა მიპოვა თავის შემადგენლობაში. გვარდიოლა და ლუის ენრიკე. სწორი ბრძანდებით რომ ლუის ენრიკე რომას მწვრთნელი იყო, ვერანაირი შედეგი ვერ დადო და იმის შემდეგ 2 წელი აზედიზეთ მეორე ადგილზე გადის, რომ ანუ მის შემდეგ უფრო წარმატებული აღმოჩნდა გუნდი. და სხვათა შორის ცოტა სკეპტიკურადაც უყურებდით მის დანიშვნას გულშემატკივრები ბარსელონას. რეალურად ეხა რაზეც არის ბარსელონა, მე ვიტყოდი რომ ბარსელონას ასე ვთქვათ პოტენციალმა გადაიწია უფრო წინ. შედარებით თქვა 2005 წლიდან. მე ვთვლი რომ საერთოდ 2005-დან 2015-მდე ბარსელონა საერთოდ უნიკალური გუნდი არის. იყო ჩავარდნები რა თქმა უნდა წლების მიხედვით, მაგრამ ამ ათწლეულს თუ ავიღებთ, ნამდვილად საუკეთესო გუნდი არის. აი უკვე იმან რომ ვეტერანი გახდა ჩავი და მისი თქვა სისწრაფე, ქმედითუნარიანობა ოდნავ, ნუ გასაგები არის წლები თავის შეშება. დაიწია, აი ამ შემთხვევაში ბარსელონას მთავარი პოტენციალი უკვე გადავიდა წინახაზე. ძალიან ძლიერი დაცვა ყავდა, როცა პუიოლი, ნუ ბურჯი იყო ფაქტიურად როგორც ესპანეთის ისე ბარსელონაში. აი ახლა როგორც უკვე აღნიშნე, პიკემ საოცარი სეზონი ჩაატარა. აი ძალიან ბევრი მომენტი ისეთი უკვე თითქმის დამთავრებული მან განუხდა. სამსახურებლად მოისხა ის ბარდეზურს. ნუ მასკერანოც კიდევ ერთხელ გითხარით, რომ არგენტინის ნაკრები, რა ვიცი, აი რამ ჰოლანდიასთანაც მახსოვს ისეთი ბურთი გამოაძვრინა, პრაქტიკულად ეს რა ქვია. კარგი სეზონი ჰქონდა. ხო, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. შედარებით ვთქვათ ატლეტურები არ არიან განაპირა მცველები, რომლებიც იგივე რეალთან, რომლის შემტევები ძალიან სწრაფები და ატლეტურები არიან, აგებენ ხშირად და გახსოვთ კიდეც ბეილმა როგორ აუარა გვერდს. ამიტომ მე ვგულისხმობ, რომ მე ვფიქრობ, რომ აი უფრო წინ გადაიწია და დღეს უძლიერესი შეტევა არის ბარსელონასი. ინიესტა ისევ ფორმაშია, ცადეს ფაბრეგასის უკვე მომზადება ჩავისთვის და ნუ რაღაცა ვერ შეეძლო. ანუ ლუის ენრიკეს ვფიქრობთ რომ გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, გათვლა ექნება ბარსელონაში. იცით რა, თუ კი მან ასე ვთქვათ არასწორი იქნება, ძალიან ისეთი იქნება მედიდური და მაგარი წასვლა 5 ის რო დადოს ახლა მიაყოლოს სუპერთასი და საკონტინენტო შორისო ისიც ძალიან დიდი შანსი აქვს, უფრო მეტი შანსი ვიდრე ვთქვათ ამ ტიტულებზე და ამის მერე წასვლა იქნება ნუ რაღაც მაგრამ არასწორი იქნება, იმიტომ რომ გუნდს მე ვთვლი რომ უნდა იმუშაოს და 2-3 წელი მაინც უნდა ხო აი გიგა იუვენტუსზე რა შეგვიძლია ვთქვათ მის მომავალთან დაკავშირებით
ასეთი რამ თქვა მორატამ, რომ ჩვენ გქონდა შანსი და არ ვიცი კიდევ ოდესმე მოგვეცემა თუ არა ასეთი შანსი. კი, ზუსტად ამიტომ ვარ ჩვენ მეც და გიორგი ცოტა განსაკუთრებულად გულდაწყვეტილები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ბარსელონას გულშემატკივრები და აგერ 12 წელია ფინალში აყოფილვართ. არავინ არ იცის კიდე რამდენი წელი. ჩვენ უეხა ის 12 წელი რაღაც ხო, იყო კალჩოპოლის იყო რაღაც მომენტები. თუმცა მე ვხედავ პოტენციალს, რომ მორატასგან განსხვავებით მე როგორ ისა ვარ ხომ მაგალ ლაპარაკობ, მისგან განსხვავებით მე ვხედავ პოტენციალს, იმიტომ რომ მე გაცილებით ოპტიმისტი ვარ და გაცილებით ნაკლებად ჩახედული. თუმცა ეს გუნდი არის გუნდი, რომელსაც შეუძლია სტაბილურად იყოს ნახევარფინალში. იმიტომ რომ ერთი მოდი ესე ვთქვა, იუვე დაბრუნდა. იუვე დაბრუნდა, კი, ნამდვილად უდაოდ დაბრუნდა, აბსოლუტურად ღირსეულად მივიდა ფინალამდე და ფინალში მისვლა ნიშნავს იმას, რომ თუ გუნდი რაღაც კატასტროფა არ მოხდა, რაღაც კალჩოპოლი 2006-ში გახსოვთ ყველას რა იყო და დაშალეს დედაუტირეს გუნდს ბოდიში. ამ სიტყვისთვის ძალიან ვეცადე რომ კორექტული ყოფილიყო არ და უარესი უქნეს. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, თუ მაინც და მაინც ბევრი ფეხბურთელი არ გაუშვეს რისი დიდი ალბათობაც არის. მოდი მაგას დაუბრუნდეთ. ეხლა ბუფონის კარიერა დღეს თუ არა ხვალ სრულდება, ფაქტია დასასრულისკენ მიდის. პირლოს კარიერა. პოგბა პირლო უფრო რთული შესაძლებელი. პოგბა, რომელიც არ ვიცი გაუძლებს თუ არა იუვენტუსი მაგს თუნებას და გაყიდის თუ არა, არ ვიცით. კი, ტევესი რომელსაც დასვლა უნდა. ტევესი, ანუ ეს ნიშნავს რომ ბირთვი პრაქტიკულად მიდის. ზუსტად ამიტომ. შემცვლელები, აი ჩვენ რო გავამახვილეთ ყურადღება იმაზე რომ ტევეზე ცოტა მაღალი დონის თავდასხმელი რო ყოლოდა იუვენტუს შეიძლება ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სხვანაირად დამთავრებული ახლა ლაპარაკია იმაზე ტევეს ვინ შეცვლის საერთოდ ხო? ხო და ბაზარზე არ ჩანს ესეთი ვაკანტური. აი პრობლემა იმაშია და სწორედ იუვენტუსის დამსახურება აი ძალიან რატო არის ესეთი და რატო თვლი უკვე გამარჯვებულ გუნდათ რადგან ფინალში გავიდა რომ ფეხბურთელების კონცენტრაცია ახლა არის ინგლისში და ესპანეთში. ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე მოქმედი. ნუ ტევესიც მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ვთქვათ ტევესი პირლო მათი ასე ვთქვათ ფორმის პიკი უკვე იყო. ხო და აი ეს რთული არის. ეს საერთო პრობლემაა იტალიური ფეხბურთის, როცა ვთქვათ 90-იანების ბოლოს პირიქით. ყველა ვარსკვლავი დაწყებული ბასტენი გულიტი და რაიკარდი მილანში იყო და ინტერში იყო გერმანელი, სამი გერმანელი, ბრემე, კლინსმანი და 90-იანებში არც ერთი თასი იტალიური გუნდის გარეშე არ ტარდებოდა და ერთ-ერთ თასს მაინც საერთო პრობლემაა, ამიტომ მაშინ სამი თასი იყო და ლაციო გაიხსენეთ, მსოფლიო ნაკრები იყო. ხო, მაგრამ არის ერთი მომენტი, ხე მე სულ ამბობ, რომ იუვენტუსი საერთოდ ცალკე დგას სერიასგან, აი სულ სხვა კლუბია ვიდრე თუმცა მოდი ახლა ასე ვთქვათ, მართალია ძალიან რთულია, როდესაც შიდა ჩემპიონატში ხარ გამოკვეთი ლიდერი და რეალური კონკურენტი არ ყავს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მე თუ მკითხავთ იუვენტუსის. დანარჩენი სხვა მხრივ, მე მგონი სწორი მენეჯმენტია გუნდში და არ მოხდება ისე რომ გუნდი დაიცალოს ლიდერებისგან და არ მოხდეს სათანადო შეცვლა. შეიძლება სიტყვაზე წავიდეს პირლო და ალბათ როა რომ მასაც ღირსეული პენსია ამერიკა ხო ვიცით და სათანადო კანდიდატებიც მე მგონი ეყოლებათ. მე ვფიქრობ რომ იუვენტუსი დღეს უკვე საკმარისად ფლობს მატერიალურ შესაძლებლობებსაც ეკონომიური თვალსაზრისით ექნება იმის შესაძლებლობა რომ თუნდაც პოტენციურად მომავალი პირლოები აღმოაჩინოს, მომავალი თუნდაც ბუფონი მოძებნოს, ეხლა ნუ ბუფონი მართლა როგორც აზამატი აი აღმოაჩინოს ეს ერთია, ჩვენ ლაპარაკობთ, როდესაც ვამბობთ რომ იუვენტუსი დაბრუნდა დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ სტაბილურად გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის მე არ ვამბობ რომ სიღრმეში, აი ფინალისტი და ზეგინდელი გუნდი უნდა გაკეთდეს ამ დაბრუნებით. ეს რეალურად შეიქმნება თუნდაც მომავალ წლისთვის, აი მაგალითად ვამბობ, ხა იგივე საუბარი იყო და ნუ არ განელებულა იგივე ვერატის გადმოყვანაზე. ხო, ხა ვერატი მე ვთვლი რომ ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და პირლოზე არანაკლებ ასე ვთქვათ სარგებლიანი გუნდში. ხო? მით უმეტეს ახალგაზრდა მეც იმოძრავებს ნუ ვერატის ეხლა დიაბალა აიყვანეს თავდასხმელი რომელიც მე ვთვლი რომ ნუ ეხლა მორატასი მედია შეინარჩუნებენ დიაბალა ძალიან კარგია თავდასხმაში ეხლა მე კიდე ეხლა ვიტყოდი ამასაც რომ ჩემი აზრით ალეგრის შეცდომა ის იყო ბოლოს ნუ ეხლა აღარ ქონდა აზრი ხო ვაბანგზე უნდა წასულიყო გუნდი და ხო კომანის შემოყვანს და იგივე ეხლა თავდასხმელის მოხსნას მორატა დაეტოვებია და შემოიყვანა იგივე თქვა შემტევ ეხლა ლორენტე და იგივე შეიძლებოდა ასევე მატრის შემოყვანაც რა ბოლო-ბოლო აი პრობლემაც უნდა ჩაგეთ აი ამ ხშირად ამბობენ ესე რომ თქვათ კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს თავდასხმაში მაგრამ პრობლემა ამ მომენტში აი გოლი როდის მწიფდება და როდის გადის
აი ბოლო პასი არის ძალიან კი. მნიშვნელოვანი. თუ ესე მოაშიშულებდა, მაშინ აი მიიღებ ვერ კონჩეტებას. დაგეთახმებით რა. არა, ბოლო წუთები მაშინ ვეკარიან აპირებს შეტევას. ჩაწოდებებზე გადავიდო და არ ვიცი, მაგრამ ეგრე მოშიშულებით ნახევარდაცვაში ბარსელონასთან პრაქტიკულად გამოკვეთილი თავდასხმელი ყავდა ერთი პრაქტიკულად რა. აი გამოკვეთილი თავდასხმელის მარტივად შევადაროთ, ბოდიში გაწყვეტინებ. ბარსელონამ გაიყვანა ინიესტა, შემოვიდა ხავი. ერთი მომენტი. ჩვენ გავიყვანეთ მორატა და შემოვიყვანეთ კომანი. აქ დამთავრდა ყველაფერი. ანუ სხვაობა ლორენტე შეცვალა. კომანდა ევრა მიიღო. ვიდალმა, ხო, ანუ სხვაობა კომანი, რომელიც თამაშობს კვარტალში ორჯერ, ერთხელ ხო, ელოდა ალბათ რაღაც სასწაულს კომანისგან და იმიტომ ესეც არის შემადგენლობა, იმიტომ რომ ჩავი არის სრულყოფილი კი არა, შეიძლება უკეთესიც. უბრალოდ ჩავის აღარ შეუძლია 90 წუთი დადება. რამდენი ხნითაც შემოვიდა ის შეიძლება გააძლიერა კიდევ. ჩავი იყო ისე. იქ იუვენტუსი არ არის ამის საშუალება. პატარა დეტალი, ჩვენ ფანკლუბი გვაქვს იუვენტუსი. ესეთი საკმაოდ ისეთი კარგად ორგანიზებული ტიპები, ესე მგონია ვართ, ძალიან ბევრი ვართ, განსაკუთრებით ის ნახევარფინალი, ფინალზე 500 კაცზე მეტი ვიყავით. იქ მე ვარ ხოლმე წამყვანი ერთ-ერთი და ძალიან ხმაურობთ, მოკლედ ორგანიზებულად ყვირი ვართ, გეოგონება სტადიონზე, დახურულ სივრცეში, კარგად ისმის სხვა და კარგი შეგრძნებებია. მოკლედ რაღაცა შეძახილს ვიწყებთ, მთელი ეს 500 კაცი მყვება. იყო მომენტი, როცა გაყავდათ ინიესტა, ამ დროს უკვე აგებდა იუვენტუსი. ერთ-ერთი, საშინელი სიტუაცია, გოგოები ტირიან, იქ ჩვენც რაღაცა და უცბად ხედავ 500 კაცი დგება ფეხზე რა და მე ეკრანთან ზურგით ვდგავარ, ანუ ესე დროს ვიყურები იქით, რომ ხალხი ავწიო რა, სკამიდან ვახმაურვას შემდეგ და ხალხი დგება და არაფერი არ მინიშნებია არავისთვის. გავხედე და გადის ინიესტა, შემოდის ხავი. ანუ ხავის ფაქტორი. თელმა ფანკლუბმა ფინალი მიდის, ვაგებთ, რამდენიმე წუთია დარჩენილი და ნანატრი თასი წავა ბარსელონაში და არა ჩვენთან და ესე 500 კაცმა ტაშით გავაცილეთ. სხვათა შორის ამ თამაშს რაც დაჰკრავდა ელფერი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, იყო აი ეს ურთიერთპატივისცემა. ხო, ზუსტად. ის რომ ბარსელონამ გაიმარჯვა, იუვენტუსი თითქოს არ ვიცი ხა შესაძლოა შეგუების მომენტიც იყო, ყველაფერი მოხდა ძალიან ღირსეულად ჩემი აზრით და თვითონ მოედანზე ფეხბურთელებს შორის ახლა ფოტოებსაც და ვიდეოსაც ნახავდით ფეხბურთელები ერთმანეთს როგორ ასე ვთქვათ ამშვიდებდნენ და ულოცავდნენ. მე მინდა ბოლოს ჩვენი გადაცემა ვიდრე დასრულდება, შევეხოთ 11 აგვისტოს თამაშს ბარსელონა სევილია, ეს თამაში იქნება ჩვენთან თბილისში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. არის თუ არა ეს ფინალი, რომელსაც ეს სუპერთასი, რომელსაც ისურვებდით, ორი ესპანური გუნდი. ვამბობდით შემოსვლაში, რომ უფრო კარგი იქნებოდა დნიპრო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადადაც და მე მგონი ძალიან ბევრისთვის. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან მაგარი თამაში იქნება. როცა ერთი ქვეყნის ორი გუნდი როცა ხვდება ერთმანეთს, ეს უფრო სასურველი იყო ფინალი თუ თქვათ ყოფილიყო თქვათ ფიორენტინა, ნაპოლი. ამას ვამბობ სწორედაც რა თქმა უნდა ეს ორი ერთი ქვეყნის კლუბი ალბათ ვერ იქნება მაინც და მაინც საინტერესო, მაგრამ ის რომ ბარსას ფაქტორია აქვს სუბიექტური რა თქმა უნდა ხა და იმიტომ ვთქვი რომ ხა დნიპრო რო ყოფილიყო მერჩი უნდა დამუშავოთ რომ უფრო კაი თამაში გვენახა. მაგრამ ჩვენთვის კარგი იქნება რა თქმა უნდა, ალბათ ეხა შეიძლება თამამად თქოს 100%-ით რომ აქაც ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მეც იგივე აზრის ვარ ბარსელონას და სევილიას დაპირისპირებას უყურებთ ყოველთვის ჩემპიონატშიც, ევროპული ფეხბურთი, იმიტომ რომ ყოველთვის გვინდა რომ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები იყვნენ, გრანდები, უკეთესი რა თქმა უნდა საყურებლად ყველანაირად იქნებოდა რომელიმე ევროპული გრანდი სხვა ქვეყნიდან. იგივე თვითონ ლიგის ფინალშიც, როცა ერთი ქვეყნის გუნდები გადის, სანახაობრივად როგორც ესე ისეთი მინიმუმ ორჯერ გაქცევს სეზონში. ძალიან ცუდი იქნებოდა ბარსელონა რეალი ჩემი აზრით. ხო, სევილიას შემატკივრობთ, გიორგი. არა, მე ამ შემთხვევაში და სუპერთასი ალბათ ეხა რო ჩამოსულიყო დნიპრო, რა თქმა უნდა ჯაბას სიყვარულით და მისი გამარჯვების სურვილით უგულ შემატკივრებდით რა თქმა უნდა დნიპროს და იქნებოდა ნუ დამატებითი ჩვენთვის ყოველთვის ზეიმი. სუპერთასი მაინც ვფიქრობ რომ ეს არის რაღაცა ძალიან სპორტული ჟინის და პრინციპის მატარებელი, ეს არის ზეიმი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და სურვილი რომ არც ერთი გუნდი არ მიიღებს ამას რაღაც მეორე ხარისხოვან თასად და ორივე ჩამოვა საბრძოლო შემადგენლობი და ჩვენს გულშემატკივრებს, ქართულ გულშემატკივრებს მიეცემათ საშუალება იმის რომ აი ეს ვარსკვლავები ვინც აქამდე მხოლოდ ტელევიზიით ყავდა ტელეეკრანთან ნანახი, ნახონ ცოცხლად ჩვენ სტადიონზე და შედგეს კარგი საფეხბურთო სანახაობა. უნიკალია ბარსელონას
სანახავად აუცილებლად წავალ, იმიტომ რომ ესეთი dream team-ის აზამ სწორად თქვა, აბსოლუტურად არანორმალური შემოადგენლობა, პიკში ყოფი, ფორმის პიკში ყოფი თითქმის სრული შემოადგენლობა, აუცილებლად უგულშემატკივრი ლამაზ ფეხბურთს, თუმცა კარგი იქნებოდა ისე უკრაინისთვის, ისე ჩვენი კაპიტნისთვის. ხო, საინტერესო იქნებოდა, უფრო საინტერესო. გამომდინარე დავუშვათ ფიორენტინა რო ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არჩევანი იყო, ან სევილია, ან დნიპროზე ყოფილიყო, თუ ის რო ყოფილიყო, ან ნაპოლი ყოფილიყო, რა თქმა უნდა. სევილიაში არ გაგვიმართლა, მოკლედ ამაზე შევთანხმდით. ბარსელონას სანახავად უდავწავდა. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. კი ბატონო, როგორ შეიძლება 91 წელს, როდესაც დინამომ მოიგო თასი, იმ წელს მოიგო ლივერპულმა. ჩვენგან განაცხადებულმა და არ გვეთამაშა ეს თასი. და რა მოიბიძეს უბრალოდ არ მახსოვს რაღაც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ დართეს უფლება რომ არ ითამაშოს. ფაქტია რომ არ შედგა ძალიან სამწუხაროა. ძალიან. კიდევ ერთი საინტერესო მატჩი დარჩებოდა ისტორიას. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ სუპერთასის პრომოს, რომელზეც აი ბოლო ნაწილში ვისაუბრეთ. To the end, it's just beginning. Life is getting lighter while the days are getting brighter, yeah. And it's a good, I won't even worry anymore. Took all my cares, still can kick them all out the door. Go on and try, come and tell me what you're waiting for. Move, keep them going till your life is overflowing, yeah. Have a nice day. My dream city is my dream city. My dream city. My dream city. The sun shines bright as it moves across my face. I feel the light and everything is in its place. I woke up feeling great. Today was made for me. And life is good the way it should, the way it was meant to be. And it's a beautiful day. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна.